მოვასხი და იქაც დავალაგე ბროწეულის მარცვლები და მოცხარი. ზევიდან დავაღვაროთ გულუხვად თაფლი. არ გეგონოთ, რომ ბევრია ამას, რასაც ხედავთ. ეს ხილის და თაფლის ნარევი გათავდა და ფანქეიქები დარჩა. დავა გემოვნოთ, აგემოვნებ და თავის ზღაპარში გონია, რაღაც ასწაული რამეა. აუცილებლად მოამზადეთ ფანქეიქები ასეთი კომბინაციით. აი ამაზე უკეთესი და ამაზე სწრაფი, რა უნდა შესთავაზო ბავშვებს სხვა. თქვენ ახლა მოემზადეთ ფანქეიქების გამოსაცხობად, მე კი დროებით დაგემშვიდობებით და შევხვდებით უფრო გემრიელი რეცეპტებით. იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.